მოვიდა სკოლა ორგანიზებული. რომ ძალიან მალე არის არჩევნების დღე. 18 დღეა დაგვრჩა 1 ოქტომბრამდე პრაქტიკულად და ყოველი დღე მართლა არ გაკეთებულ ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ვისმენთ დაპირებებს, ეხლა იწყება სწორედ საქმის კეთება. ეხლა იწყება სწორედ აღარ ეკნება იმის შიში, რომ ის 100 ან 110 ლარი მხოლოდ და მხოლოდ კომუნალურ გადასახადებში თუ ძლივს ყოფნის. გაყიდა სახლი, რომ ოპერაცია გაეკეთება. ჩვენი ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების და მის გვერდზე იქნება სახელმწიფო. და ამას ყველაფერს უზრუნველზე პრობლემურია, შეიძლება ითქვას, სადაც არ არის საბავშვო სამსახური. რისი ფაქტების არსება თავისუფალ სახელმწიფოში ვიქცევა. აფრიკაში, ან დასახლებაში არავინ არ იქნება პოლიტიკური ნიშნიდევნით, და არავის არ შერჩება დანაშაული ამ ქვეყანაში. ჩვენ გაყალბებას არავის არ ვაპატიებს და ხალხი არ აპატიებს პირველ რიგში. ეს უნდა ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველაფერთაგან იმისათვის, რომ იღწვის თქვენი უფლებები გაჭირვება და გაუსაზრეს სიღატაკის ქვეშ ვიყოფებით. ამიტომ ჩვენი ლევანდელ შეხვედრა სწორედ განახილდა თავარი ყურადღება იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს აფრიკის დასახლებაში. აქ წლების განმავლობაში პრობლემა არის ის, რომ საბავშვო ბაღები არ არის და ამავდროულად თუ არის ისინი ძალიან მაღალი ფასი, იმაში ძალიან მაღალ ფასის გადახდა უდევს ჩვენ მოქალაქეებს. ამავდროულად არის სერიოზული პრობლემა იმასთან დაკავშირებით, კომუნიკაციები, სანიაღვრეები, კანალიზაცია პრაქტიკულად მოუწესრიგებელია. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რა თქმა უნდა, უმუშევრობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების ხელმისაწვდომის პრობლემის დაძლევასთან ერთად პირველ რიგში გადავწყვიტოთ კომუნალური ტიპის პრობლემები, რომელიც აწუხებს ჩვენ მოქალაქეებს და რომლებიც პირველადი საკითხები შეიძლება ითქვას იქნება ჩვენთვის გამარჯვების თანავ. ამიტომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებთ მომავალში მუშაობას მომრჩეველთან, მოქალაქეებთან და სწორედ ეს შეხვედრები მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ეხლა წინასაარჩევნო, მაგრამ ეს შეხვედრები გამარჯვების შემდეგ უფრო სისტემატიურ ხასიათს მიიღებს და თითოეულ მოქალაქე იგრძნობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება არის ხელისუფლება, რომელიც ხალხის ინტერესებით და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს.